თქვენი კარიერის მანძილზე მრავალ გამოჩენილ და საინტერესო პიროვნებას შეხვედრით ხართ. ვის გამოარჩევთ? ვინ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? Oh gosh, it's hard to say because there's so many. ძნელი სათქმელია, იმდენი იყვნენ. I don't ამას say იმიტომ that კი არ ვამბობ, რომ because თქვენ აქ ხართ. you are მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენი ბაბუა პრეზიდენტი შევარდნაძე მათ შორისაა. but certainly President Shevardnadze is one of those. Probably have a vision of ჩვენ მასზე ძალიან დიდი წარმოდგენისა ვართ. that's greater than a vision of ეს აზრი იმ პერიოდში ჩამოყალიბდა, როცა იგი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. when he was the foreign minister. როცა დავინახეთ თუ რაოდენ დიდი ძალისხმევა დასჭირდა მას, რათა აღმოსავლეთის და დასავლეთის კონფრონტაციის ხანიდან of confrontation დღეს არსებულ თანამშრომლობის ხანაში გადავსულიყავთ. to an era which hopefully exists today, an era of cooperation. I think we had an enormous ფიქრობ, მისი წვლილი ამაში უდიდესია. relations that ურთიერთობებმა, რომელიც მან ჩამოაყალიბა საგარეო საქმეთა მინისტრ ბეიკერთან, მანამდე კი შულცთან, these kind of საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს Soviet Union შესაძლებლობა მისცა მათ შორის არსებული განხეთქილების ნაცვლად ერთმანეთთან კავშირის დამყარება დაიწყოთ. and I think made possible დიდია მისი როლი ცივი ომის დამთავრებაშიც. სოფლიოს აზრი ედუარდ შევარდნაძეზე სწორედ ამ თვალთახედვით ჩამოყალიბდა. World War I. ჩვენ საუკუნეში სამი უდიდესი მოვლენა მოხდა. პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი და ცივი ომი. ხოლო ცივი ომის დამთავრებამ დაასრულა ეს პერიოდი. ჩვენ უფრო დიდი იმედით გადავდივართ მომდევნო საუკუნეში. იმ იმედით, რომ ის გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე საუკუნე, რომელიც უკან მოჩება. ბუნებრივია იმ ადამიანებმა, რომლებმაც ხელი შეუწყეს ცივი ომის დამთავრებას, განსაკუთრებული ადგილი მოიპოვეს ამ საუკუნის ისტორიაში. მინდა ვთქვა, რომ თქვენი სახე იამაყება ჩვენს ხალხს. ჩვენს ოჯახს ძალიან კარგად იცნობს საქართველო. Probably the most important thing for ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ იმის ცოდნაა, რომ შეგვიძლია იმ მიწაზე დავბრუნდეთ, სადაც ჩვენი მამა დაიბადა. დარწმუნებული ვარ, დღეს მამა ჩემი ზეციური სამყაროდან გვიყურებს და ძალიან ბედნიერია, რომ თავის ორ ვაჟს საქართველოში ჩამოსულს ხედავს. When you come here, როცა აქ find ჩამოდიხარ, out how true it is. ხვდები, რომ ქართველები მართლაც განსაკუთრებული ხალხია. They're very warm, ისინი მეტად თბილი, very friendly people. მეგობრული და სტუმართმოყვარენი არიან. And even if the times are difficult, რთულ პერიოდშიც კი არ იშურებენ თბილ გრძნობას, რომელიც მათ they do გააჩნიათ. not spare at all that warm feeling. that ასე რომ they have. ყველა ადამიანმა უნდა შეძლოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩამოვიდეს საქართველოში Should be და able to ქართველებთან come here ყოფნით and draw strength from ძალა the მოიკრიბოს. Georgians. Obviously, I have ეს ხანჯალი და ხმალი საქართველოდან. პრეზიდენტმა შევარდნაძემ მაჩუქა.
მის ზემოთ კი პოლონური კავალერიის ხმალია, რომელიც მამაჩემს ეკუთვნა. საქართველოში ყოფნა მშვენიერი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში და რა თქმა უნდა ჩემი ცხოვრების დაუვიწყარ მოგონებად დარჩა.